ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. აღდგომა ქრისტესი არის საწინდარი და დასაბამი კაცობრიობის, კაცთა მოდგმის, მკვეთრით აღდგომისა, რადგანაც მაცხოვრის ჯვარცმისა და სიკვდილის გარეშე ვერ შეიმუსრებოდა ჯოჯოხეთი, ვერ დამარცხდებოდა, ვერ მოკვდებოდა სიკვდილი, რომლის ტყვეობაშიც იყო მთელი კაცობრიობა. სიკვდილი, რომლის ტყვეობაშიც აღმოჩნდა კაცობრიობა ცოდვით დაცემის შემდეგ, ნიშნავს ღვთაებრივი სიცოცხლისაგან მოწყვეტას, ანუ კავშირის გაწყვეტას ღვთაებრივ სიცოცხლესთან. ღვთაებრივი სიცოცხლე აძლევს დასაბამს ყოველივე არსებულს და შესაბამისად მასთან კავშირის გაწყვეტა ნიშნავს სიკვდილს. და ეს სიკვდილი რასაკვირველია, ეს არის სულიერი სიკვდილი, რომელიც დაუსრულებელია და რომელიც ნიშნავს ადამიანის უღმერთობაში, სწორედ აი ამ ღვთაებრივი სიცოცხლის ენერგიისაგან მოწყვეტილ მდგომარეობაში მუდმივ ტანჯვას და მუდმივ, ასე ვთქვათ, წვდიათში ყოფნას და გაუსაძლის ტანჯვას. აი სწორედ მკვეთრით აღდგომა ადამიანისა და მთელი კაცთა მოდგმისა შესაძლებელი იყო სიკვდილის შემოსვლით. და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ღმერთმა იესო ქრისტემ მიიღო ადამიანის სხეული, განკაცდა, მიიღო სიკვდილი ჩვენი ცხონებისათვის, შევიდა ჯოჯოხეთში და აი რას ნიშნავს სიკვდილის მოკლა, მან თავისი ნათელით გაფანტა წვდიადი, თავისი სიყვარულით განადგურა, მოსპო, უჩინოხო სიძულვილი, უჩინოხო გამოისყიდა კაცობრიობის დამძიმებული ადამიანთა სულები იმ ცოდვისგან, რომელსაც ქვია ღვთისნების საწინააღმდეგო ნებით ცხოვრება, ანუ ადამიანის საკუთარი ნებით, ცოდვილი ნებით ცხოვრება, ანუ ეგოისტური ცხოვრების წესისაგან დამძიმებული ადამიანი და კაცთა მოდგმა. მან გამოისყიდა, მან ასე იგი გაანთავისუფლა ყოველი ადამიანი აი ამ ცოდვის ტვირთისაგან, ოღონდ ერთი პირობით. თუ ადამიანი ამას მიიღებდა, თუ ამ ადამიანი ამ შეიძლება ითქვას შესაძლებლობას გამოიყენებდა, მაცხოვარი ბრძანებს ერთ ადგილას სახარებაში ასეთი სიტყვებია: მოვედით ჩემ და მე ვარ წყალი ცხოველი, რომელსაც წყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ. ანუ აი ეს დაწაფება აი ამ სიცოცხლის წყაროზე, თუ ეს რასაკვირველია ადამიანმა არ ირწმუნა, მაშინ ის შესაძლებლობა გამოუყენებელი რჩება და ამ შესაძლებლობის გამოყენებისათვის უპირველესი პირობა არის რწმენა იმისა, რომ ამ შესაძლებლობას ჩვენ გვაძლევს მკვეთრით აღდგომილი მაცხოვარი, რომ მხოლოდ მას შეუძლია გვიხსნას, გაგვანთავისუფლოს ჩვენი ცოდვებისაგან და განკურნოს
გამოიხსნას ჩვენი სულები ტყვეობისაგან და შეგვაერთოს ღვთაებრივ სიცოცხლეს. ამიტომ ყოველი ადამიანი, რომელიც ქრისტეს იწამებს, იგი ღებულობს აი ამ მაცხოვნებელ ძალას, იგი ახლიდან იბადება, ეს ხდება ნათლობაში და შემდეგ მთელი ცხოვრება მისი არის შენარჩუნება აი ამ ღმერთთან აღდგენილი კავშირისა და განმტკიცება და სრულყოფა აი ამ კავშირისა. მაგრამ იწყება ყველაფერი რწმენით. და აი პირველივე ესე იგი სახარება პირველივე ესე ვთქვათ აი აღდგომის შემდეგ პირველივე სახარება ეს არის ესე იგი უпроსორეთ პირველივე კვირადღე ეს არის კვირაცხოველობა ეს არის აღდგომის განახლება პირველი შვიდეული მოგეხსენებათ ეს არის ბრწყინვალე შვიდეული სადაც ყოველი დღე აღდგომის ტოლფასია და ასეთივე ტოლფასია აღდგომის დღისა აი მერვე დღე აღდგომიდან ანუ მეორე შვიდეულის კვირადღე და აი ამას კვირაცხოველობა ნიშნავს აღდგომის განახლებას ანუ აღდგომის ტოლფასია ეს დღესასწაული და აი ამ დღეს და შვიდეულს ასევე ეწოდება თომას კვირა, თომას შვიდეული და რატომ? იმიტომ რომ აქ სწორედ ჩვენ ვიხსენებთ იმ მოვლენას, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი იმისათვის, რომ მაცხოვრის მიერ მონიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ანუ ეს ეხება რწმენის სიმტკიცეს, რწმენაში ურყევად დგომას და პირიქით აი იმ მიზეზებს თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში რწმენის შერყევა, რამ შეიძლება გამოიწვიოს მცირედ მორწმუნეობა და პირიქით რამ შეიძლება დაგვაძლევინოს ეს ჩვენი მცირედ მორწმუნეობა. აი სწორედ თომა არის მაგალითი ერთის მხრივ აი ამ რყევისა, აი ამ გაორებისა რწმენაში, შეორგულებისა და ამავე დროს საოცარი მაგალითი ამ მცირედ მორწმუნეობის დაძლევისა, რომელიც ჭირდება ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ თუ არის დაუშვათ ჯერ კიდევ მოუნათლავი და ფიქრობს რომ მოინათლოს, მაგრამ არა მარტო მასაც ვინც მოინათლა, იმიტომ რომ სათნოებათა წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის რწმენისადმი ბრძოლა, ეს არის სიცოცხლის ბოლომდე და არის წუთები, რომელიც იწვევს აი ამ რყევას და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს ეს წუთი ნებისმიერი სულიერი მაღალი ხარისხის საფეხურზე მდგომი ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ეს რწმენის აუცილებლობა, მნიშვნელობა, მისი ესე ვთქვათ, რყევის, ესე ვთქვათ, მიზეზები და მისი დაძლევის საშუალებები, აი ამის შესახებ არის აი ეს სწორედ კვირაცხოველობის დღე, თომას დღე, თომას კვირა და ისტორია ასე გვიყვება სახარება, რომ პირველ რიგში იწყება თხრობა ამ დღეს წაკითხულ სახარებაში, იოანეს სახარება არის ეს, სადაც მოთხრობილია თუ როგორ მოდის მაცხოვარი კვირა დღეს, იმ დღეს, როცა ის აღდგა ერთ შაბათი, ანუ შაბათის შემდგომი დღე, ეს არის უკვე ქრისტიანებისთვის, რადგანაც აღდგომა არის, ამიტომ ეს არის კვირა, ბერძნული სიტყვა ნიშნავს უფალს. კირიოს უფალს ნიშნავს, ანუ უფლის დღე არის და აი კვირა დღეს უფალი საღამოს გამოეცხადება მოწაფეებს, რომელიც შეკრებილნი არიან ერთ-ერთ სახლში და მათ უკვე იციან, რომ მენელსაცხებლე დედებმა ნახეს სარიელი საფლავი, მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა, ემაუსში მიმავალ ორ მოწაფეს გამოეცხადა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ბოლომდე არ არიან, ესე იგი, მაინც დარწმუნებული, რა არის ეს, ესე იგი, ძალიან ძნელია ადამიანის
ბუნებისათვის მით უმეტეს თუ ჩვენ წარმოვიდგენთ რომ თუ გავიხსენებ პროფესორეთ რომ მოციქულებს ჯერ სულიწმინდის მადლი არ აქვთ მიღებული და სულიწმინდის მადლის გარეშე ადამიანის გონება გული განცდები ფიქრები აი როგორც აი ძლიერი ქარი რო გაფანტავს ასე ვთქვათ მიოფანტავს ვთქვათ ტყეში თუ ველზე რაღაც ყველაფერს რაც მას შეხვდება აი ასე ვთქვათ მოქმედებს ადამიანის გონებაზე სულიწმინდის მადლის გარეშე მყოფი ადამიანისთვის და ჯერ მათ სულიწმინდის მადლი არ ჰქონდა და ძალიან უჭირდათ იმის დაჯერება თან შოკში იყვნენ როგორ მესია რომელთაც მათ ხო არასწორად ესმოდათ მესია რომ ზეომოსილი ხელმწიფე რომელსაც უნდა გაენთავისუფლებინა იუდეველები ისრაელი გაენთავისუფლება რომის ბატონობიდან სხვა იქით ძლევამოსილ სახელმწიფოები პირიქით იქით მათი გავლენის ქვეშ უნდა აღმოჩენილიყო და აი ასეთი ძლევამოსილი ხელმწიფე რომელიც მათ თვალწინ 3 წლის განმავლობაში უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა და მათ შეეროდათ რომ მას ყველაფერი შეეძლო უცებ შეიპყრეს შეურაცხყვეს და ბოლოს ჯვარზე გააკრეს და მოკლეს და იგი ესე ვთქვათ აი უკვე აქ პირველი შოკი იყო და ვეღარ გაუძლეს ამას ვეღარ დაითმინეს და გაიფანტნენ რა ფაქტიურად მიატოვეს მაცხოვარი და ნუ მე ისე მოიკრიბეს ძალა და ისე ფიქრობენ რომ აი იქნებ რაღაცა მაინც მოხდეს მაინც ახსოვდეს რომ მაცხოვარმა თქვა რომ აღდგებიო მაგრამ აი ეს მათი რწმენა უკვე შეიძლება ითქვას რომ ძალიან მცირეა მაგრამ მაინც არის რაღაც წვენა რაღაც მოლოდინი და აი თან რაღაცები მოდიან ეუბნებიან ვიხილე რასაკვირველია ეს არის რაღაცა დიდი სურვილი რო ასე იყოს მაგრამ მაინც უჭირთ მაინც არ წვენა არ სამდა წერია ერთ-ერთ מחარებელთან რომ აყვედრა ურწმუნოების მცირედ მორწმუნოებისა მათისათვის ანუ რომ არ დაიჯერესო ვინც მოუყვა ამის შესახებ ესე იგი მოციქულებს უჭირდა რატომ არის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამით დაჩვენებია რომ რწმენის სიმტკიცე არ არის მარტივი საქმე რომ დიდი შოკის დროს დიდი განსაცდელის დროს ადამიანის რწმენა შეიძლება შეირყეს და ასეთი რწმენა რწმენაში ძველად თქმაშიც ყოფილა დიდ მორწმუნეებს ქონია და ახალ თქმაშიც ყოფილა ანუ ქრისტეს ეკლესიაშიც ამ 2000 წლების მანძილზე და აი ეს არის მთავარი რწმენის სიმტკიცე ურყეობა და აი აქ ესე იგი უკვე ამ სახარებაში აი სწორედ ნაჩვენებია რომ აი ჯერ როგორ უჭირთ ამ მოწაფეებს დაჯერება და მაცხოვარი ყველაფერს აკეთებს გამოეცხა და უთხრა აჩვენა თავისი ჭრილობები შემდეგ ესე იგი საკვები მოითხოვა რომ დაინახონ რომ ეს არ არის მოჩვენება და მარტო რაღაც სულიერი ესე ვთქვათ ხილვა არამედ ეს რეალური მაცხოვარია და ადამიანია გაფრთობილი რასაკვირველია მაგრამ ადამიანის და ესე იგი აი ეს როგორ მიდის მათი კურნება მათი მცირედ მორწმუნეობის მაგრამ აქ კიდევ ამძაფრებს ასე ვთქვათ უფლის დაშვებით ძაფრდება რა რომ აი ეს მცირედ მორწმუნეობის თემა კიდევ უფრო ასე ვთქვათ გამოჩნდეს და სრულად აღმოიფხრას ანუ რა არის საჭირო იმისთვის რომ აი კიდე კარგად დავინახოთ ეს მცირედ მორწმუნეობა და კიდევ კარგად დავინახოთ მისი კურნების საშუალება და ეს არის თომას შემთხვევა ესე იგი თომა არ ესწრება არ არის იმ დროს როდესაც ანუ აღდგომის საღამოს მაცხოვარი მოწაფეებთან მიდის და მოწაფეები უკვე ნუ დარწმუნდნენ და მოდის თომა შემდეგ როცა მაცხოვარი უკვე აღარ არის მოწაფეებთან და იგებს ამ ამბავს და უცებ თითქოს მოულოდნელია მაგრამ არაფერს ისეც არ ამბობს თომა რაც სხვას არ დაემართა სხვებმაც ხვისი მონათხრობი ვერ დაიჯერეს და ამბობს რომ სანამ მე თვითონ არ შევეხები ესე იგი
მის ჭრილობებს მე ვერ დავიჯერებ. ერთადერთი რაც განასხვავებს თომას სხვებისაგან, ეს არის მისი თამამად ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ მისი ძალიან დიდი მოდით ესე ვთქვათ, აი დიდი სიყვარული უფლისადმი, ძლიერი რწმენა, მაგრამ როგორია ესე იგი თომა გამოირჩეოდა მგზნებარებით. ერთ ადგილას, როდესაც მაცხოვარს ევედრებიან მოწაფეები, რომ ნუ წავალთ, ესე იგი იერუსალიმში საშიშია, შეიძლება იქ მაცხოვარი მოკლან და მაცხოვარი არ ესე იგი აღარ უჯერებს მათ და არ ეთანხმება და ნუ გადაწყვეტილი აქვს რომ წავიდეს და ხედავენ რომ მაშინ თომა მიმართავს მოციქულებს. მას წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად. ანუ ეს არის ძალიან დიდი სიყვარულის, დიდი თავგანწირვის მქონე პიროვნება, ძალიან მოშურნეა, ძალიან მგზნებარია თომა და აი მისი აი შოკი რომელიც მან მიიღო, მისი შერყევა რწმენისაც ასევე არის ძალიან ძლიერი. ანუ ძლიერი ემოციის ადამიანია, ძლიერი განცდის ადამიანია. მთლიანად მთელი არსებით იყო მინდობილი ღმერთზე, უცებ ეს საფუძველი გამოეცალა და ეხლა ესე ადვილად ვერ იჯერებს. იმიტომ რომ მას ეხლა კიდევ ერთხელ რომ რაღაცა გამტყუნდეს, ამას ვერ გადაიტანს, ხო? ამიტომ თომას ამ სიჯიუტეში და აი ამ ასე ვთქვათ, შეიძლება დავარქვათ ურწმუნოებაში, როგორც მე შეერქვა ურწმუნო თომა, არის ძალიან ძლიერი სწრაფვა იმისაკენ, რომ აი ჭეშმარიტება დაადგინოს და ესეთი ჭეშმარიტების წყურვილი არის აქ ამაში და კიდევ ერთი რამ, გულწრფელობა. აი ეს ყველას წინაშე აღიარო შენი მცირედ მორწმუნეობა, შენი ეს მერყეობა, ესე ადვილი არ არის, მაგრამ თომასთვის მთავარი არის არა ის, რომ ვინ რას იფიქრებს მასზე, არა მთავარი არის, რომ აი ეს თავისი გულის ტკივილი გამოხატოს და როდესაც ის მოწაფეებს ეუბნება, რომ მოციქულებს, რომ აი მე ამას ვერ დავიჯერებ, სანამ ის ფაქტიურად ამას ღმერთს ეუბნება, იესო ქრისტეს, ანუ მისი გული ხო ფაქტიურად ვინ მოწაფეები ხომ არ ეტყვიან უფალს, ანუ იგი ფაქტიურად უფალს მიმართავს ლოცვით, რომ აი ეს ითხოვს მისი სული უფალთან შეხვედრას და აი სწორედ მერვე დღეს უკვე ერთი კვირა გადის, აი კვირა ცხოველობას, მაცხოვარი კიდევ ეცხადება, ზუსტად ისევე როგორც წინა ერთი კვირით ადრე და იქ უკვე თომაც არის და მაცხოვარი ეუბნება თომას, რომ მოდი და შეეხე ჩემ წრილობებს და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გრწმენი. აქედან მოდის სიტყვა ურწმუნო თომა. ნუ იქნები ურწმუნო. რასაკვირველია ამ ხილვამ და იმ მადლმა, რომელიც მაცხოვრის რასაკვირველია თომას იმ წუთას გაეფანტა ეს ყოველგვარი ეჭვი და აი წარმოიდგინეთ რომ მისი ეს აი უკიდურესი მცირედ მორწმუნეობა რომელიც ფაქტიურად ურწმუნოებას გაუტოლდა უცებ გადაიქცა ისეთ ძლიერ რწმენად რომ მან პირველმა იესო ქრისტე აღიარა ღმერთად. იგი ამბობს მუხლებზე ეცემა მის წინაშე და შეღაღადებს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ანუ თომას აი ეს ურწმუნოება გადაიქცა უდიდეს სარწმუნოებად. რატომ? იმიტომ რომ ის საჯაროდ ინანიებს თავის ურწმუნოებას, ის კი არ ასე ვთქვათ, ასე უხეშად კი არ ამბობს, რომ აი მე არ მჯერა და მე ასე ვთქვათ, ჩემთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი თქვენაც. არა, იგი ინანიებს, ნანობს, მაგრამ აი საჯარო აღსარებას ამბობს და რასაკვირველია მის ის ითხოვს უფლისგან, რომ დაეხმაროს, რომ ეს განიკურნოს მისი მცირედ მორწმუნეობა და აი ეს ასეთი სინანული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სინანული სხვა არაფერი არ არის თუ არა აღიარება თავისი უძლურებისა, მაგრამ მეორეს მხრივ წყურვილი რომ დაიძლიოს ეს ცოდვა
და აი თხოვნა ვედრება უფლისა რომ უფალო შემეწიე მე და აღმადგინე აი ამ დაცემისაგან ამ ცოდვისაგან ანუ სინანული ერთდროულად არის აღიარება საკუთარი ცოდვისა და სწრაფვა სულიერი ასე ვთქვათ აღდგომისა აღდგინებისა ანუ სათნოების მოპოვების სურვილი ანუ სწრაფვა სათნოებისაკენ სწრაფვა სულიერი ფერისვალებისაკენ აი ეს არის სინანული და აი მე მინდა ვთქვა რომ თომაში ეს აი თომა გვაჩვენებს დაცემასაც თომას მაგალითი დიდ დაცემას ხა მოციქულისთვის როგორია თან ყველა ეუბნება და მაინც ვარყო და დიდ მონანიებას დიდ სინანულს და დიდ სწრაფვას ზენის აღდგენისაკენ და აი ამ დიდი სინანულის გამო დიდი ასე ვთქვათ მადლი გადმოდის თომაზე და პირველი აღიარებს იესო ქრისტეს ღმერთად. აი ეს არის თუ შეიძლება ითქვას წამალი ურწმუნო მცირედ მორწმუნეო ჩვენი მცირედ რომელიც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სულიერი ხარისხში მყოფ ადამიანს თვით დაყუდებულ ბერებსაც კი ქონიათ იყო პატერიკებში არის მაგალითები რომ უცებ რაღაცა რწმენა შეერყაძო იყო შემთხვევა რომ აი რწმენა თითქოს დაკარგა კიდევაც აბა ასეთი ბრძოლაა ბოროტი სხვადასხვა სახით გვებრძვის ჩვენ და აი ეს ჩვენ შინაგან სამყაროში შეაქვს რაღაცა ესეთი მრავალ გზის შეაქვს ესეთი საოცარი თქვათ წუდიადი შეაქვს ფორიაქი შეაქვს არასწორი აზრები შეაქვს და აი შეიძლება რაღაც მომენტში ეს დაგვაზიანოს მაგრამ ხანდახან ეს უფლის დაშვებითაც არის რომ ადამიანი აი ფეხზე უნდა დადგეს აი თომას ეს უძლურებას უფალმა დაუშვა რომ თომას ძალიან მოენდომებინა აღდგინება თავის წვენისა მოინდომა კიდევაც და აი ამ დიდი მონდომების გამო მიიღო უფლისაგან ეს ნუგეში ეს მისი ხილვის ღირსი გახადა და მიიღო ძალიან ძლიერი რწმენა და მე ცნობილია რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა უამრავი სასწაულები აღასრულა და ბოლოს მოწამეობრივი აღსასრული მიიღო ასე რომ ყველას გილოცავთ აი ამ აღდგომის დღეებს გილოცავთ კვირაცხოველობას და კიდევ ერთხელ აღდგომის მადლის მისაღებად საჭიროა მტკიცე და ურყევი რწმენა ხოლო რწმენის რყევის შერყევის მიზეზი ეს არის ადამიანური ჩვენი სხვადასხვა უძლურებანი როდესაც ჩვენ სული წმინდის მადლს ცოტა ვშორდებით გვაკლდება ეს მადლი ჩვენში იწყება სხვადასხვა სახის ბოროტის მანქანებით აზრი სხვადასხვა განცდა რომელიც აი მერყეობას იწვევს და მათ შორის რწმენაში შესუსტებას და აი ამიტომ როგორც კი ამას დავინახავთ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ძალიან გულწრფელი საკუთარი სინდისის წინაშე შემდეგ მოძღვრის წინაშე და ღვთის წინაშე და აი პირველ რიგში უნდა ვესწრაფოთ რომ მოვინანიოთ ეს და შემდეგ ძალიან უნდა ვესწრაფოთ რომ ვითხოვოთ რომ აი რწმენაში ჩვენი სათნოება რწმენის სათნოება გამტკიცდეს ანუ გამტკიცებისათვის უნდა ვიბრძოლოთ უნდა ვილოცოთ უნდა სათნოე განვიწმინდოთ და ეს დიდი მოშურნეობა რომ რწმენა იყოს მტკიცე აი ეს არის წამალი მცირედ მორწმუნეობის დაძლევისა და არ უნდა დაგვაუწყდეს რომ თომა მოციქულის თავის ქალა არის საქართველოს ეკლესიაში და ძალიან სიმბოლურია რომ ეს თავის ქალა მოთავსებულია წმინდა ნინოს ჯვრის საპირისპირო მხარეს კანკელში და წმინდა ნინოს ჯვარი ეს არის თქვათ სრულად საქართველოს ქრისტეში გაერთიანება ხოლო მოციქული როგორც თქვით ეს არის მცირედ მორწმუნეობის დაძლევის სიმბოლო და ეს სიმბოლო ჩვენ ბოლო საუკუნეებში ასე ვთქვათ მოიპოვა ეს სიწმინდე საქართველოს და აი ბოლო საუკუნეებში როცა რწმენა უფრო და უფრო სუსტებოდა აი მაშინ წმინდა მოციქული თომა გვეწეოდა ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა და ეს არის ჩვენი მცირედ მორწმუნეობის დასაძლევად. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი ერთობისათვის ღმერთთან და ერთმანეთთან აუცილებელია მტკიცე და შეურყეველი რწმენა და უნდა ვევედროთ თომა მოციქულს რომ მან თავის მეუხებით დაგვაძლევინოს სრულად ჩვენს ერს
ჩვენი მცირედ მორწმუნეობა და გაგვამტკიცოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შეგვაძლებინოს გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც გაგვიკვალა ჩვენმა უწმინდესმა, ეს სამეუფო გზა, რომ ერთის მხრივ ის დიდი მემკვიდრეობა, რომელიც პატრიარქმა დაგვიტოვა, რომ ჩვენ ეს ასე ვთქვათ, არ გავფლანგოთ, პირიქით გავამდიდროთ და მეორე მხრივ ჩვენ დანიშნულება შევასრულოთ. ერის დანიშნულება არის, რომ მეორედ მოსვლის წინ შევინარჩუნოთ მტკიცე და ურყევი სარწმუნოება და აი ამ სარწმუნოების აღორძინებას ასე ვთქვათ, შესწირა თავის სიცოცხლე ჩვენმა პატრიარქმა და მართლაც ერი შეიძლება თავამად ითქვას, რომ აი მისი მოღვაწეობის დაყოფია, რომ ერი დღეს ერთსულოვანია რწმენასა და სიყვარულში, ღვთის რწმენაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში და ეს უნდა გაგრძელდეს და ამიტომ ყველას გვმართებს თომას გავსად, ვითხოვოთ უფლისაგან ჩვენი სისუსტის, ჩვენი მცირედ მორწმუნეობის განკურნება და ვადიდოთ უფალი და აი სწორედ უფლის სიყვარული და უფალთან ყოფნა დაგვაძლებინებს ყველა წინააღმდეგობას. გილოცავთ კიდევ ერთხელ აღდგომის წყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. ამინ.